არჩევნებამდე გადმოტანილი თბილისობა დედაქალაქის ბიუჯეტს 3 მილიონზე მეტი უჯდება. მერია უტენდეროდ გამარტივებული შესყიდვით 3.099,500 ლარს ხარჯავს. თბილისობა დღეს და ხვალ აღინიშნება და ძირითადი ღონისძიებები ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და რიყის პარკში იმართება. დაკავებულია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი. მამუკა გიგანს არასრულწლოვანზე ძალადობა ედება, ბრალად და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადგილობრივების ცნობით გიგანმა მარნეულში საკონდიტროს თანამშრომელს ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. ქუთაისის სამტრედიის გზაზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 5 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატოს საზღვრების დარღვევის შემთხვევაში რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი. პეტრ პაველი თვლის, რომ რუსეთმა ზღვარი გადაკვეთა და აუცილებელია სამხედრო რეაგირება. სექტემბერში რუსულმა დრონებმა პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საჰაერო საზღვრები დაარღვიეს. გუშინ რუსული გამანადგურებლები ესტონეთის საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ.